TBC-ის დაფინანსებით საქართველოში პირველი მზის სადგური ამოქმედდა, რომელიც უკვე ქსელზეა დაერთებული, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკის სისტემას უკვე ამარაგებს. პროექტი TBC-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს კომპანიებმა ალაზნის მზემ და კახეთის მზემ. ეს კომპანიები სხვათა შორის ორთავე საქართველოს ენერგეტიკაში ყველაზე გამოცდილი საინვესტიციო კომპანია ფერის ჯგუფში შემავალი კომერციული სტრუქტურებია. რაც შეეხება თავად TBC-ს, აქ ნამდვილად არ ვიქნები ორიგინალური იმ სტატისტიკის ფონზე, როცა მხოლოდ ამ ბანკს გარანტიების და სესხისაღით ენერგეტიკაში 850 მილიონზე მეტი აქვს გაცემული. პორტფელი მზარდია, მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროექტებზე, მათ შორის ახალ პროექტებს ამუშავებენ ჩვენი ინტერვიუს წარმომადგენლები. მე გთავაზობ საუბარს TBC-ის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მმართველ დირექტორთან, მერი ჩაჩანიძესთან და ჩვენთან ერთად ასევე იყო ნინო მჭედლიშვილი, რომელიც კომპანიების ალაზნის მზისა და კახეთის მზის დირექტორი. გახლავთ. სწორედ ის კომპანიებია და პროექტებია, რომელთა მიერ მზის საშუალებით გამომუშავებული დენი უკვე სრულად და ბოლომდე საქართველოს ენერგოსისტემას მიეწოდება. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და დრო რო გამონახეთ ამ დროს და საუბრობთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. გამარჯობა. 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 მიხარია ნინოს გაცნობა მე. იმიტომ რომ ეს პირველი ინტერვიუ იქნება ჩვენი. მასთან ამ შემთხვევაში BMG-ს გულისხმობ და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ საქმიან სივრცეში. პირიქით მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა დიდი. სამწუხაროდ ბევრ სფეროში არ გვყავს ლიდერი ქალები. ნაკლებობას განვიცდით ესე რაოდენობრივად რო შეხედო, განსაკუთრებით ენერგეტიკაში და განსაკუთრებით სასიხარულოა ის ამბავი, რომ ენერგეტიკოსი ქალი დაგვემატა მოკლედ ბიზნეს სამყაროში. ენერგეტიკოსი პროფესიონალი, რომელიც დაგვემატა ამ საუბარში და თან როცა საუბარი არის სრულად განსხვავებულ ენერგიაზე. ზუსტად. რომელზეც თქვენ ძალიან დიდი ხანია აქცენტირებთ. მე მქონია პატივი არა მხოლოდ ინტერვიუს რეჟიმში ქონოდა საუბარი, არამედ პროფესიულ პანელებზეც და ეს თემა არაერთხელ ხაზგასმულა თქვენგან როგორც პრიორიტეტული, რასაც განახლებად ენერგიას ეხება. ჩვენ დღეს ვაქცენტირდებით ჰელიოზე და გასაგები მიზეზების გამო ამას ნინო თავის პროფაილში კარგად ახსნის, როცა ამაზე გადავალთ. თუმცა პრიორიტეტების მიღმა მე რასთან გვაქვს რეალურად საქმე TBC-დან გამომდინარე, რა პორტფელს უყურებს ეს ყველაფერი და როგორ იზრდება. განახლებადი ენერგია ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულება. და ესე არ გახდა, ანუ ესეა უკვე 10 წელზე მეტია. ჯამურად დღეს ჩვენი პორტფელი შეადგენს დაახლოებით 600 მილიონ ლარზე მეც და ჩვენი ბაზრის წილი 55%-ზე მეტია. და ამის გარდა ასევე არის საკმაოდ დიდი ფაიფლაინი და ახალი პროექტები, რომელიც მიმართულებითაც მოკლედ აქტიურად მუშაობას განვაგრძობთ. ზოგადად გლობალურ ტრენდებს რომ შევხედოთ და რა ხდება ბაზარზე და ვხედავთ რომ რამოდენიმე მიმართულება. ერთი არის გეოპოლიტიკა, რაც გულისხმობს რომ უფრო და უფრო მეტ კომპანიებს ჭირდებათ ენერგოდამოუკიდებლობა. მეორე ეს არის ზოგადად ტექნოლოგიური განვითარება, რაც ავტომატურად მეტ ელექტროენერგიის მოხმარებაში ითარგმნება და განსაკუთრებით ერთ-ერთი კონტრიბუტორს გამოყოფდი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძალიან ბევრ ელექტროენერგიას მოითხოვს და მათ შორის ბოლო ტრენდები რაც ვნახეთ, დიდმა მეგა კომპანიებმა საკუთარი განახლებადი ენერგიის ზუსტად, აბსოლუტურად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვხედავთ, რომ ჯამურად მოთხოვნა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში იზრდება და ჩვენ TBC როგორც მოწინავე ბანკი, არა მარტო ამ სექტორის მიმართულებით, არამედ ჯამურად კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტებაში ვაკვირდებით გლობალურ ტრენდებს, ვაანალიზებთ ადგილობრივ რეალობებს და ამის მიხედვით მოკლედ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც გულისხმობს ჩვენი კლიენტების ძალიან პროაქტიულ დაფინანსებაში, მათთვის ხელშეწყობაში და ეს არ გულისხმობს მხოლოდ სესხის გაცემაში დაფინანსების თვალსაზრისით, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი კომპონენტია, არამედ გულისხმობს ასევე უშუალოდ მრჩეველის
ფუნქციის გატარებას და ასევე სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტებით, მაგალითად იქნება სუბსიდიაში აკრედიტივები თუ ასე შემდეგ რა. იმისთვის რომ თავიდან ბოლომდე ჩვენს პარტნიორებს ხელი შევუწყოთ, რომ ხელმისაწვდომობა გქონდეთ მათზე მორგებულ საფინანსო ინსტრუმენტებზე. პროექტებზე საუბრის მიღმა, როცა ჩვენ შლიდით კონკრეტულ ბიზნეს მიმართულებებს ან ინდუსტრიებს. დღევანდელი ჩვენი შეკრების მთავარი მიზეზი მაინც გამორჩეულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. მე ვიტყოდი ასე, რადგან პირველად თქვენს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა ჩემო ბატონო სრულად პოვა ასახვა უკვე საქართველოს ენერგოსისტემაში და ფაქტიურად ჰელიო სადგურიდან წარმოებული ელექტროენერგია უკვე მთლიანად დაუერთდა საქართველოს ენერგოსისტემას და ის ამ წარმოებაში და აი ამ მოძრაობაში მოვიდა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, იმიტომ რომ ჰიდროზე ძალიან ბევრი გვაქვს აქამდე დასაუბრები, გაშუქებული, ბევრი სიამაყე გამოთქმული და ასე შემდეგ რა. თუმცა დღეს განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს შეკრების და ეს არის პირველი მზის ელექტროენერგიის სადგური, რომელიც დაერთებული იქნება ქსელზე. ანუ ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში ამ მიმართულებით და ამ ინდუსტრიაში. ზოგადად ფერის ჯგუფი ვიტყოდი, რომ არის ერთ-ერთი მოწინავე და გზის მკვლევი ზოგადად განახლებადი ენერგიის მიმართულებით საქართველოში უკვე 35 წელია. საიდანაც 25 წელი ჩვენ და ფერი მოკლედ ძალიან პარტნიორულად მოკლედ მივუყვებით, ვაძლიერებთ მოკლედ ერთმანეთს. რომ შევაჯამოთ, დღეს გვაქვს დადგმული სიმძლავრე 240 მეგავატი და დაახლოებით 500 მილიონის პროექტები გვაქვს ჯამურად დაფინანსებული. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კახეთში 10 მეგავატი დადგმულ სიმძლავრეზე, რომლის პროექტის ღირებულება იყო 5 მილიონი დოლარი, საიდანაც დაახლოებით 80%-მდე ბანკის მიერ არის დაფინანსებული და რა თქმა უნდა ასევე იყო აკრედიტივები და სხვა საბანკო პროდუქტები, რომლითაც თამდევი არის ამ პროექტთან იმისთვის, რომ პროექტის განხორციელებაში ხელი შეგვეწყო. ნინო, ჯამში არის თუ არ ვცდები 5 სადგურზე საუბარი და მინდა მაინც რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს მეტი. ანაბანადან დავიწყოთ, ანუ სად მდებარეობს, რა სიმძლავრებზეა საუბარი, როგორ დაიწყეთ, ანუ მოყვეთ ყველაფერი, იმიტომ რომ გვაქვს პირველი წარმატებული შემდგარი მაგალითი. მზის ელექტროსადგური დაუერთდა სისტემა. პროექტებზე აღარ ვლაპარაკობთ, შემდგარზე ვსაუბრობთ. თუ შეიძლება მოგვიყვებით ყველაფერი. პირველ რიგში მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა თქვენ. TBC მართლა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩვენი პროექტების მიმართ პირველი დღიდან და ყოველთვის გრძნობდით მათ ხარდაჭერას. რაც შეეხება ჩვენ პროექტებს, ესე მდებარეობენ კახეთის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა ენერგორესურსით სხვა რეგიონებთან ერთად. და კიდევ ერთი მახასიათებელი აქვს, რომ შედარებით ნაკლები გენერაციის ობიექტებია ამ რეგიონში. იდეა დაიწყო აქედან, რომ გაგვეჩინა თუნდაც მცირე სიმძლავრის გენერაციის ობიექტები კახეთში, ამითი შეგვემცინერებინა ენერგოდანაკარგები და გაგვეძლიერებინა თვითონ სისტემის სტაბილურობა. დავიწყეთ დაახლოებით 25 პროექტის განხილვით კვლევით ეტაპზე. დღეს განვახორციელეთ უკვე 5 პროექტი. ეს პროექტები გაშლილია დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. თითო პროექტი იკავებს 3-დან 4 ჰექტარამდე მიწას. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მზის რესურსის გარდა ტერიტორიის შერჩევისას, რომ ეს ტერიტორია არ ყოფილიყო აგრომიმართულებით გამოყენებული და ასევე ქვესადგურთან სიახლოვე, რომ მაქსიმალურად შეგვემცირებინა დანაკარგები და მიგვეღო ეფექტური მზის სადგურები. რა დრო დაიკავა ჯამში ნინო პროექტი? კვლევითი ეტაპი გაგრძელდა დაახლოებით 9-დან 12 თვემდე. თუ არ ჩავთვლით ნეტო სადგურებს, ეს იყო ჩვენთვის პირველი მსგავსი პროექტი. და საქართველოშიც არ იყო მე მგონი ანალოგი, რომ მზის ელექტროსადგური დაერთებული იყოს. მზის ელექტროსადგური, ნეტო სადგურებს ცხადი არც მე მგულისხმობ. კი ბატონო, არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. თვითონ მშენებლობა ნინო და ეს ყველაფერი მაგან რა დრო წაიღო უკვე? ჯამში დაგვჭირდა 2 წელი პროექტის განსახორციელებლად. თქვენ პირადად როგორც ამ თემაში ჩართულს, რას ხედავთ მაინც ამ ინდუსტრიის გამოწვევებად კვლავ ხوار გახანგრძლივდა დრო ძალიან ვიდრე ეს პირველი აღნიშვნა მოხდებოდა მე აი ამ დაერთებისა საერთო ენერგოსისტემაზე.
ჯერ საწყის ეტაპზე ვართ და თulis რომ ეს ძალიან პატარა ნაბიჯი იყო და დიდი გზა უნდა გაიაროს მზის ინდუსტრიამ საქართველოში. თუმცა აღსანიშნავია რომ დაინტერესება უკვე რამდენიმე წელია არსებობს. ჩვენ ვხედავთ რამდენიმე გამოწვევას. ერთი ალბათ არის ის, რომ ჩვენი აშენებული სადგურების აღჭურვილობის ძირითადი ნაწილი გვაქვს შემოტანილი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. აქ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ, რომ ნაწილის წარმოება მაინც მოხდეს საქართველოში და შევძლოთ ჩვენით დავაპროექტოთ და გამოვიყენოთ უკვე საქართველოში წარმოებული აღჭურვილობა მზის სადგურებზე. ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, მაგალითად მზისთვის სპეციფიკური კაბელის შემთხვევაში უკვე რამდენიმე კომპანიამ დაიწყო საქართველოში მზის კაბელის წარმოება. ასევე მაგალითად ძალიან დიდი სურვილი გვექნებოდა, რომ გვეხილა მეტალის სტრუქტურები, რომელზეც მზის მოდულები მონტაჟდება, რომ იყოს წარმოებული საქართველოში. ეს ძალიან დიდ ლოგისტიკურ და ტექნიკურ პრობლემებს მოუხსნიდა კომპანიას და ძალიან გაუმჯობესებდა ზოგადად პროექტის დეველოპმენტის ეფექტურობას. ეკონომიკა ამუშავდა. გუგუნებს. ეგრევე ერთმა პროექტმა როგორი ჯაჭვური დასაბამი მისცა ყველაფერს. თქვენ ძალიან ხშირად უყურებთ ინდუსტრიას. თითქმის ყველანი ჩვენ ვინტერესდებით და ინტერესითველით თქვენს კვლევებს, რომელიც მზადდება ამ მიმართულებით. ჩემი კითხვა ერთის მხრივ არის ნინოს მონაყოლის გაგრძელება, რომელზეც აუცილებლად მოუბრუნდები, მაგრამ მეორეს მხრივ მზის ელექტროენერგიის პრიორიტეტულობის გარდა ასევე მთლიანად მაინტერესებს თქვენი წვლილი ამ ინდუსტრიის დაფინანსებაში. გულისხმობ ელექტროენერგეტიკას, იმიტომ რომ მარტო კომპანია ფერისთან თუნდაც 25 წლის განმავლობაში 9 მილიარდიანი პორტფელის პროექტების დაფინანსება წინასწარ მაფიქრებინებს რა ციფრებს და რიცხვებზე მივიღებ პასუხს თქვენგან. ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენე, რომ მოთხოვნა ელექტროენერგიაზე როგორც სოფლიოში, ასევე საქართველოში მოკლედ აქტიურად იზრდება და მოლოდინი გვაქვს, რომ აუცილებლად მომავალში ეს ზრდა გაგრძელდება. მაგრამ ასევე გლობალურ ტრენდებს რო შევხედოთ, ერთ-ერთი საინტერესო რაც არის რომ მოთხოვნა იზრდება მწვანე განახლებად ენერგიაზე და მზე სწორედ ესეთი ენერგია. თუ შევხედავთ გლობალური დათბობის ტენდენციებს, ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ განახლებადი ენერგიის უკვე 40% არის მზის ენერგიის მიერ გენერირებული, რაც რა თქმა უნდა უკვე მატერიალური მაჩვენებელია. ტექნოლოგია უშუალოდ, რომელიც ინსტალაციისთვის და გენერაციისთვის არის საჭირო, ისე დაიხვეწა, რომ კაპიტალური დანახარჯების ხარჯები დაახლოებით 99%-ით არის შემცირებული. რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება იმაში, რომ ინტერესი არის ძალიან მაღალი. განსაკუთრებით მაღალი არის საქართველოში და ეს ასევე ნაჩვენები იყო იმ ინტერესში, რომელიც დაფიქსირდა აუქციონის ან პირდაპირ მოლაპარაკების გზით სახელმწიფოსთან, სადაც არც მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება თუნდაც ჩვენი გადამცემი ხაზების შესაძლებლობას რა. გატარებისა და მიწოდების. რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება ის ყველაფერი, რაზეც მოთხოვნა დაფიქსირდა, განხორციელდება თუ არა, ეს განსხვავებული საკითხია. თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო პროექტია, საინტერესო პარტნიორები არიან, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება და ფინანსური რესურსი აქვთ იმისთვის, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელდეს, რაც რა თქმა უნდა კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე ჩვენ TBC ბანკი რა თქმა უნდა დიდი სიამაყით და სიხარულით ვაფინანსებთ არა მხოლოდ იმის გამო რომ დაუშვათ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენთვის როგორც TBC-ისთვის, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, რომ განახლებადი ენერგიის და მწვანე ენერგიის წარმოებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. თუნდაც იმის გამო, რაც ნინომ წეგან მოყვა, როცა დასაბამი ეძლევა ან არის შესაძლებლობა ადგილობრივი წარმოებისთვის გარანტირებულ მოთხოვნას და შემწყიდველს იგივე მათი კომპანიის ფერის სახით. ნინო, ჩვენი პირველი ინტერვიუდან გამომდინარე, რომელიც შედგა დღეს, მინდა კითხოთ
როგორ ჩაიარა არსებული პროექტის ტესტირების პერიოდში, ეს რა პროცესი იყო? მე ვიტყვი, რომ მშენებლობაზე გაცილებით რთული ნაწილი იყო. პირველად გავდიოდით, ვათანხმებდით პროცეს სისტემას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, მოვიწვიეთ თვითონ მომწოდებლების წარმომადგენლები, ვინც ჩართულები იყვნენ, რომ გაეცნოთ სისტემისთვის რა შესაძლებლობები აქვს ამ ტექნოლოგიებს და პირველ რიგში მოგვერგო არსებული ქსელის წესები თვითონ მზის სადგურისთვის. ვიტყოდი, რომ საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო და ამ კუთხითაც ვისურვებდი, რომ უფრო მეტი სპეციალისტი ჩამოყალიბდეს, ვინც კონკრეტულად მზის მიმართულებაზე იქნება ფოკუსირებული და კონკრეტულად ამ ტექნიკურ ნაწილზე. ხო? კარგი, ნინო, 5 პროექტი ვახსენეთ, თუმცა თქვენი მონაყოლიდან ირკვევა, რომ უყურებდით დაახლოებით 25 შესაძლებლობას პროექტის სახით. ერთია უკვე გაშვებული და წარმატებულად გაშვებული მზის ელექტროსადგური საქართველოს ენერგოსისტემაში და მეორეა თქვენი კომპანიის გეგმები. გისმენთ? კი, რა თქმა უნდა, მუშაობთ ჩვენ სხვა პროექტებზე. რამდენიმე პროექტი გვაქვს უკვე წინა სამშენებლო ეტაპზე. მომავალი წლისთვის ვაპირებთ უკვე მშენებლობის დაწყებას. და ესენი იქნება კიდევ რამდენიმე მცირე სიმძლავრის პროექტი და 2 საშუალო სიმძლავრის პროექტი. ტერიტორიულად კახეთის რეგიონში და ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონში გადავინაცვლოთ. რაიმე განსხვავებულია მოცულობები, ნინო, ჩემთვის რო ვიცოდე. აი, როცა მაგალითად ვსაუბრობთ 10 მეგავატიან სადგურზე. ჰელიოს ანუ მზის ელექტროენერგიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს მცირედ ითვლება საშუალოდ თუ აქაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ ენერგეტიკაში აპრობირებული მოცულობები. ალბათ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ეს აპრობირებული მოცულობები. ჩვენ ჯამში მუშაობთ დღეს 90 მეგავატამდე პროექტებზე. 90 მეგავატამდე. დარწმუნებული ვარ, ეგ კიდევ ბევრს და უფრო საინტერესოს მისცემს დასაბრუნს. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ თქვენს თანამშრომლობას. სწორედ დღეს გქონდა საქმიან დილაში ელექტრიკას მონაცემები ბოლო, რომ 2025 წელი პირველი წელიწადია, როცა განახლებადი ენერგიის გამომუშავება მსოფლიოში აჯობა ქვანახშირს ვთქვათ. ანუ ჯერ მხოლოდ ქვანახშირზე ხდება დადარება, მაგრამ მაინც პირველი წელიწადია. მაგრამ აღნიშნული ზღვისია და კარგად ეხმიანება იმ პრიორიტეტებს, რომელიც აქვს ბანკს, სფერის და თქვენს თანამშრომლობას. წარმატებები. წარმატებები და მადლობა გიორგი. მადლობა დიდი.